აგული ვარ, ვერ ვცნობ. გაანებე. სულ გაველურდა ეს საწოლა. მაგრამ ხანდახან ისეთ რამეს მოიტანს ნერწყვი მოგიგა. მე და საჩოულო შეჭერე. Постель. Опа. ქალი ისეთი მოიყვანე, რომ მაინც და მაინც მახინჯი არ იყოს. არა, ასე სიამოვნო. სახში რომ ეხვალა უშნო ქალი დახვდება. ექიმი უნდა იყოს. თერაპევტი ჯობია ყველას. პატიოსანი. წყნარი. ოჯახის შვილი. მაგისანა. წყნარი, პატიოსანი, თერაპევტი, ოჯახის შვილი. ჩვენს ქალაქში დიმიტრია გელოვანი. მოკვდა საწყალი. პურის რიგში მოკვდა უბედური. რას ლაპარაკობ? საწყალი, აბა, რა კარგი კაცი იყო? ანგელინა უყურე შენ ანგელინა. შორეზე ცხოვრობ, დავიღალეთ მე და ჩემი ერთ ლეფს მე მომცა ვიცოდე. ანგელინა, კაცო კუდი მომწონს ხომ იცი ანგელინასი? მარტო კუდი? სწორია და მგრძნობიარე კაცო, ყურები? არა, კუდია მთავარი კაცო, როგორ გეკადრება მაგით? ხო, განსაკუთრებით პრაქტიკები. მომხრენი იყვნენ სილამაზის ასეთი ნორმების. შეხედეთ ქალბატონო. აი აქ თვალებს შორის ცხვირის მაგია. შეიძლება კიდევ ერთი თვალი ჩავატიოთ. რაიმე საღრეს ორი რაკაც. რავაშკაც. ამ კარებში არ შემოეტევოდება. მერე რამსმელი. რამომხენი. ხარისბეჭი უყარდა ნამეტარი. ჩვენ გვიგითხრეს რომ შიშვლები გააკეთეს. შიშვლები? ვინ თქვა ბატონო? მტრები გვყავს ბატონო, მტრები. არც თვითონ ცხოვრობენ და არც სხვას აცხოვრებენ. რა ხართ ეს მხატვრები? ქალი თუ არ გააკეთეთ, ისე არ შეგიძლიათ. ამას თვალები რატომ არ აქვს? ბრმა? ეს სოკრატია. აგურის გაკეთებული არ გეგონოთ. ძველი ნამუშევარია. ბნელი რომ იყო ხალხი მაშინდელი. გამარჯობათ ჩემ ბატონო. აგული ბატონ ბონავენტურს ძალიან მოსწონს ჩვენი ქვა. ჩვენი ქვა მოწონს? ძეგლი უნდა. ვისთვის უნდა ძეგლი? ჩემთვის. თავის საფლავისთვის რა თქმა უნდა. თქვენთვის? ხომ არაფერი გეტკინა შვილო. არაფერი ამტკენია. ბოშე. თუ იაში მაქვს თქვენ ასე ვთქვათ, ცოცხალი ბრძანდებით, არა? ახალგაზრდა დავ. მე ბატონო ბრო, თქვენ ესე იგი ძეგლი გნებავთ, არა? ქვა ხო მოგწონს? შესანიშნავია. როგორი გნებავთ? ხმლით, ფარით თუ კისერზე წურბლებით, ნუ, მითხარით. ნუ გერიდებათ. მითხარით. თრალია ეს. უთრალი კი არა, ეგოისტი ვარ მე. აგული პატრეთ. დაიჭი. აზად. აგ კუცავ შეუზრდელო შენა. წავალ ბატონო. სულ წავალ. მექნება რამე გამოგიზამე. გველი გამიზრდია უბეში. მაგის გულიზა ქალი არ მოვიყვანე. ბავშვი და მე ჩაგრება თქვა. აცი. ჩქარა. ცოლსაც შევირთავ. ყველაფერს გავაკეთებ. ვოთ. მაგლახი შირს ამისთანაცოლში უნდა ყავდეს, შეხედე. Achim, как тебе не слышно? Уберите этого подлеца! Тави, арестовый агим! Кацом, машоре, ეს ბედური აკიმი, თორემ არ ვიცი რა ზუდა. რამბავი ეწეოხება, ანგრებთო ჯა, გამოდი აქ. აგახებ ყურებს, მეჩე, უყურე მას. Это дети, это же Самоси грани, арожани и чичика. Уше мама цаплош. Раша диапара. Я толку იბნია, გაიყვანე ბავშვი და ეთამაშე თანხმობა.
თელი დღე ცხენოსნობა აღარ შემიძლია ბატონო. დაუბერდია და მუშაობ ბატონო, არ ვიმუშაო, ხო ხედავ რომ მუშაობ რა. ან აგიმი ან მე. გუსი აქედან. ეი როგორ გიგითხოთ ბატონო პიპინია? ხომ კარგად ვდანდნენ? ეუნდა მაგას. უთხარი შავლეთ. თავისი ბარგი ბარხანის დასაგებად მოვიდა ბატონო. მამიკო, რა მოგვიტანებ? სახლში ჩქარა, აუსი. აღარ აქ თქვენ მამა. Michelangelo, Tintoretto. Paganini. Бездельник. ხედავ? მორჩა, ვიწყებ მუშაობას. მოგიწევს გაგულავებ და გასაგებია მომფო. გენათვალე. ცოცხლეთ. ერთხელ როცა ალეპოში ოსმალი ვინმე ავს დიდად გმული იამაკი გონზე მოსული ვენეციელსა სანდერსა ამის ქვეყანას რუში უდიარი სიტყვებით მოიხსენიებდა მივსდი ემ ხოფახსა წახსაცი დაცვეთილს და დავკარ აი ასე დავგარიბ. რა დღეა დღეს ბიჭო ორშაბათი. ესე იგი, სპექტაკლი არა მაქვს. სამაგიეროდ მაქვს იდეა, ჩავიდეთ ბაზარში, ვიყიდოთ კიტრი, პამიდორი, ჭყინტიყველი, მშობლიური რვანომერი, გავიდეთ ბუნების სიახში და მომიყევი რა უბედურობა დააჭრელი ოჯახში. ამ პრედუზო მედუზო რა პრედუზო მედუზო. არ გვეჭამა ბიჭო რამე. რაჯექი ზონდა დავიწყო. აგული. ბატონო, მოდი ამ მდინარეს გავუმარჯოს. გაუმარჯო. ამ ცეცხლებს გავუმარჯოს, ამ ზეცას გავუმარჯოს, ჩვენც გავიმარჯოს. იცოს მე კი ისეთი გზნობა მაქვს შავლე. თითქოს მე კი არ ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე, სხვა ცხოვრობს ჩემს მაგივრად. რა კაი ჩამორთმავი. გვარად აგული ერისთავი. გადავიდეთ ყველზე. ესალმებიან. გამარჯობათ აგული. გაგიმარჯო ჩემო ბატონო. ის და პამიდორია. როგორ აგიხსნა ახლა შენ მაგალითად ამ ხანაგისგან ითხოვე პიჯაკი. ო, დახეული პიჯაკი არ ჭირდება ის პიჯაკი. ამ სიცხეში რა დროს ბიჭო არა ეს შენი პიჯაკი არა. ამ ჩეფეხებს თუ არა, ფილოსოფია პიჯაკი. რა ფილოსოფია, რის ფილოსოფია ძმო? აბა, მაგაშობია, დავლიოთ და ვიბანავთ. ჰოპა. შენიერება ალი უნდა ერქვა შენ ამ პრედუზო მედუზო მიდი მოდივა. შავლე. აი რა უნდა გაკეთდეს ჩემი ქვიდა. ესაა ძმო ცხოვრების აპოგეა. აპოგე? ხო. ასეთ ბიჭებს ხატავს პიკასო. ხო იცი? ამ ბიჭს გავაკეთებ. როგორ იცი?
რატო არ ხსები? აი პიკასოს ბიჭი. გეშინია? კი ბიძია, მეშინია. აბა ადექი? ჩაის უნთქე? ახუჭე თვალები? გაფრინდი! არე! ჰო! აფერის! ლამპრედუზო მედუზო! Ale, op! ესა ბიჭო პიკასოს ბიჭი? ამითართობა პიკასო? შენ ვიძე ოჯახი არა გაქვს? რა გააჭირეთ საქმე? ოჯახი წყავს, ცოლი წყავს და ბავშვების მთელი ინკუბატორი. რა გინდა თქვენ ვინ გითხავთ? კაცს არ მაგარებთ ყველას ურტყავთ. დაწნარდით, ყველაფერს აგიხსნით. მე და თინიკოს ბავშვობიდან გიყვართ ერთმანეთი. ხო და სიყვარულს გაჩვენებთ ახლა. რავლა ხო? აბა რა? ორი ერთზე ხომ? მოდი. Еще немножко, сейчас. ასე უნდა მაგას. ეშე мама ზაღლო. ვიდეო, უხარში ხომ არ ქონდა და? უღრა წყალი. აი, როგორები ვიყავით ჩვენ, როცა ფეხი შევდგი ჩვენ საფარელ მეცხრე სკოლაში. თვალები გავს, გავს, შუბლი გავს, გავს, ესე იგი გავს. ტიპინიას ბიჭი მაინც არ იყო. დავიდეთ. აგი მაინც არა ჩემი სიდედრი. ვაი დედა. რა იყო? რამდენი ვილაპარაკე? ხელი გამიშრა. ბიბინია. ნუ. მე გადაწყვიტე. პარდონ. მე გადაწყვიტე. ღირსია კაც. რაშინკა? როგორც ყოველთვის ბრძნული გადაწყვეტილება. Так. Вот. А как же северное сияние? Какое северное сияние? Ах, да. უსათოდ გავაგრებთ, მოთ სხვა მასალისაგან. ჩემი მასწავლებლის დაჩუქარი ქვა, მინდა ვაჩუქო ჩემს მოწაფეს. ზაური, ეს ქვა შენია. როგორ ეს ქვა შენია ზაური. ვიძე ბიბინია, ეს ხომ პოროსის მარმარილი. Бери, родненький. გადაწყვეტილი. Только сделай что-нибудь красивое. ვიძე ბიბინია. Красивое. შვენიერი. რაღაც ღვთაებრივი. მაგრამ თუ კი გადასწყვეტ ჩამოკარგო, უნდა დაარტყა. ზორია ბიბინია, რა შეშუპი, დაგული მართლა მაჩვენეთ მართლა? დიდი. მე ამისგან გავაკეთებ.